სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის რეგიონის შეშით უზრუნველყოფის საკითხი, C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მერსი კორპსის პროექტთან დაკავშირებული პრობლემები. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დღეს დიდი ყურადღება კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებების ანალიზსაც დაეთმო. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს ისეთი პროექტების განხორციელების რეკომენდაცია მისცა, რომელიც დადებით შედეგზე ორიენტირებული იქნება. ის პრობლემები, რომელიც დგას რაიონის წინაშე, რეგიონის წინაშე, ეს პრობლემები ერთად განვიხილოთ, ერთად დავსახოთ გეგმები, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემებს მოვერიოთ. და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ისეთი ფარული პრობლემაა, რომელზეც ჩვენ თვითონ მიუთითებთ ჩვენ თავს და ჩვენ თვითონ უპოულობთ ამას და შესაბამისად ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებსაც ჩვენ თვითონვე ვსახავთ. პროცესი არის, რას ვაკეთებთ, როგორ გეგმავთ, იყო გარდა ამისა სოციალური კულტურული საკითხებთან და სპორტთან დაკავშირებით, ანუ პერსპექტივები როგორი გეგმები გვექნება, და თანამშრომლობა ამასთან დაკავშირებით ხა ჩვენი გეგმები გვაქვს და მოხდება გაზიარება არა მარტო თქვათ გუბერნიაში, არამედ მუნიციპალიტეტებთან და თქვათ დავგეგმავთ საერთო ღონისძიებებს. სექტემბრის შუარიცხვევიდან იწყებოდა ტყეკაფების ხეთკის რეალიზება. ჩვენ უკვე დღევანდელ დღისთვის 13,000 კუბამდე რეალიზებული გვაქვს ხეთკე რაიონების მიხედვით. ფიქრობთ, საკმარისია? ბუნებრივია, საკმარისი ვერ იქნება მოსახლეობის სიჭარბიდან გამომდინარე და ხეთკის სიმეჩხერიდან გამომდინარე.